სტუდია GNS-დან ნანა ლეჟავა წარმოგიდგენთ გადაცემა კვირის რეპორტაჟს საღამო მშვიდობისა. შინაგან საქმეთა სამინისტროს უპრეცედენტო ოპერაციის უპრეცედენტო გაგრძელება. 9 თვის წინ პოლიციამ წყალტუბოს რაიონში ერთ-ერთი ოჯახის სათბურიდან 1,700,000 ევრო ნაღდი ფული ამოიღო. სამართალდამცველებმა მაშინ განაცხადეს, რომ ეს სამხრეთ ამერიკიდან საქართველოში შემოტანილი კოკაინის რეალიზაციიდან ამოღებული ფული იყო. სასამართლომ დაკავებულთა დიდ ნაწილს განაჩენი უკვე გამოუტანა. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყებოდა, რომ გამოვლენილია საერთაშორისო ტრაფიკის ტიპური მაგალითი. სანამ გამოძიება დასრულდებოდა, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ფულს სახელმწიფო ბავშვებისთვის კომპიუტერების შეძენაში დახარჯავდა. თუმცა 9 თვის შემდეგ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიას თავდაყირა აყენებს და ამბობს, რომ კოკაინი ქართველი სამართალდამცველების ფანტაზიის ნაყოფი იყო. გახსნილია დიდი რაოდენობით ნარკოტიკების საერთაშორისო ტრანზიტის საქმე. ხუში ნიმერეთის ერთ-ერთ სოფელში პოლიციამ ამოიღო 1,700,000 ევრო ნაღდი ფული. დავაკავეთ 5-კაციანი ჯგუფი, რომელიც დაკავებული იყო კოკაინის დიდი პარტიების კონტრაბანდით პერუდან, პანამიდან და კოლუმბიიდან საქართველოს გავლით თურქეთში. წყალტუბოს რაიონის სოფელი ტყაჩირი, გახმაურებული სპეცოპერაციიდან 9 თვის შემდეგ. სახლი, რომელიც საერთაშორისო ტრაფიკში მთავარ ბრალდებულს ნუგზარ ბოჭორიშვილს ეკუთვნის, დაყადაღებულია და აქ დრო გამოშვებით ისევ პოლიციელები ცხოვრობენ. 9 თვის წინ 2010 წლის 1 ივნისს ამ სოფელში უპრეცედენტო ოპერაცია ჩატარდა. პოლიციამ სათბურებში მიწაში ჩამარხული 1,700,000 ევრო აღმოაჩინა და საზოგადოებას განუცხადა, რომ ეს სამხრეთ ამერიკიდან ორგანიზებული ჯგუფის მიერ შემოტანილი ელიტური ნარკოტიკის 90 კილოგრამი კოკაინის რეალიზაციით მიღებული ფული იყო. პანამა, შემდეგ უკვე კოლუმბია და პერუ. ამ სამი ქვეყნიდან ნარკოტიკული ნივთიერება ერთად იყრიდა თავს, რის შემდეგაც ხდებოდა მისი ტრანსპორტირება გემებით ატლანტიკის ოკეანის გავლით. ოფიციალური დოკუმენტების თანახმად გაფორმებული იყო, რომ ამ ხომალდების საშუალებით ხდებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ნაცვლად ჩვეულებრივი რკინისა და ჯართის ტრანსპორტირება. ამის შემდეგ უკვე შემოდიოდა ტვირთი ხმელთაშუა ზღვაში, ბოსფორის სრუტის საშუალებით ხდებოდა შავ ზღვაში და ჩამოდიოდა ფოთის პორტში. სქემა მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დახატა. სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან ჯართი თურმე ფოთის პორტის გავლით საქართველოში შემოდიოდა. შემდეგ ის წყალტუბოს რაიონის სოფელ ტყაჩირში მიჰქონდათ, სადაც აფასოებდნენ და ავტომანქანის ეგრეთ წოდებულ ბამპერებში მალავდნენ. შემდეგ კოკაინით დატვირთული ავტომანქანები სარფის საბაჟოს გავლით თურქეთში კურიერს გადაჰქონდა. ამ საქმეზე 1000-მდე ადამიანი დააკავეს. ჯგუფის ორგანიზატორად დასახელებულ ნუგზარ ბოჭორიშვილზე, რომელიც საბერძნეთის მოქალაქეა, ძებნა გამოცხადდა. სად იმყოფებით თქვენ ამჟამად? საბერძნეთში. ნუგზარ ბოჭორიშვილი სკაიპით საბერძნეთიდან საკუთარი სახლიდან გვეკონტაქტება და გვიყვება ისტორიას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიას თავდაყირა აყენებს. როგორც აღმოჩნდა, კოკაინი შინაგან საქმეთა სამინისტროს მსგავსად არც მას უნახავს. ბოჭორიშვილი ბიზნესმენია, ის კვების ობიექტებს ფლობს საბერძნეთსა და ესპანეთში. ბიზნესი ჰქონდა საქართველოშიც. ებრაელ პარტნიორებთან ერთად ქუთაისში რესტორანი ვენეცია შეიძინა და იქ დიდი საბანკეტო დარბაზისა და სასტუმროს აშენებას გეგმავდა. ფულიც, რომელიც პოლიციამ ამოიღო, სწორედ ამისთვის იყო განკუთვნილი და სახლში შესანახად გაგზავნა. ვენეციის რეკონსტრუქციის პროექტიც დამტკიცებული იყო და სამუშაოებიც მალე უნდა დაწყებულიყო. ამ თვეების განმავლობაში გადიოდა თითქოს და ეს კოკაინი საქართველოდან და თითქოს და ყველაფერი, ყველა ჩვენი სახლი, ყველა ჩვენი მოძრაობა, ყველა ჩვენი გადაადგილება მანქანები კონტროლზე იყო აყვანილი და ხდებოდა დაგვირვებები და მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ მშვენივრად ვახერხებდით ყველაფრის გატანა საქართველოსთან და მაგ ბიზნესის ბოლომდე მიყვანას. როგორი სისულელია, როგორ შეიძლება ეს ადამიანი იყო ასეთი კონტროლის ქვეშ, ესეთ ქვეყანაში ცხოვრობდა, ამავე დროს ისე აკეთო ყველაფერი, რომ ვერანაირად ვერ გაიგოს. ვერც საქართველოს, ვერც თურქეთმა, ვერც საბერძნეთმა და საერთოდ ვერ აიგო. ეს არის ფულის უკაცრავად და ახევის მეთოდი. როგორც ხდება ახლა საქართველოში და ბევრი ალბათ ფიქრობს, თუ ესეთი წესიერი კაცი იყო ბანკში რატო არ ქონდა, ბანკში ის რაც ქონდა ისიც დაიღეს. და ბანკში რომ ქონოდა, აქამდეც დავემართებოდა ის რაც ახლა დავემართა. ამიტომ ყველა თავის მეთოდით და ყველა რაღაცნაირად ცდილობს დღეს საქართველოში მიმალოს და თუ შეინახოს რაღაცა ამ თავის ნაშრომს მოუაროს და
ნუგზარ ბოჭორიშვილი ფლობდა საბანკეტო დარბაზს თბილისშიც, ვაკე საბურთალოს გზაზე, ასევე იქვე მდებარე გაზის გასამართ სადგურს. მის კუთვნილ ქონებასთან ერთად დღეს ეს ობიექტებიც დაყადაღებულია და მთავარ პროკურატურას მისი ჩამორთმევის პროცედურები აქვს დაწყებული. 2008 წლის არჩევნების დროს ბოჭორიშვილი ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიას ეხმარებოდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი პრობლემები. მაშინ საქართველოში ჩამოსვლას აკავებენ და თავისუფლების სანაცვლოდ საკმაოდ დიდ თანხას თხოვენ. დამიჭირეს რაღაც მოგონილი მიზეზით, რომ მოპარული მანქანით დავდიოდი, არ ვიცი 7 თუ 8 წლის წინ და მე ეს მანქანა ვიღაცას მივყიდე და იმ კაც დააწერინეს, რომ აი მომყიდა მოპარული მანქანა და არ გავაფრთხილა, რომ მოპარული იყო. სინამდვილეში ეს მანქანა შემოვანილი იყო სააკაშვილის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ. გამბაზებული იყო ექსპერტიზა გავლილი და ჩემი არც იყო სხვის სახელზე იყო საერთოდ მე უბრალოდ მართავდი თხოვეს $200,000 გადაიხადე და წადი იმიტომ რომ ვიცი გააქვს და ვიცი ოპოზიციას ეხმარებოდი ყველა შენი კადრები გვაქვს აი ესეთი არ გადაიხდით და გამიფორმეს და გამიშვეს ციხეში ასე ვთქვათ 10 დღე ვიყავი შიგნით ციხეში მე ვიფიქრე მაგათთან დავას სამართლებრივად და ესეთ რაღაცებს აზრი არ ქონდა და რაღაც ეძახიან საპროცესო შეთანხმებას გავრიდით $100,000-ზე და გამოვედი ის რომ ნუგზარ ბოჭორიშვილი ქუთაისში მშენებლობის დაწყებას გეგმავდა მისი ახლობლებისთვის უცხო არ ყოფილა თანხის შესახებ რომელსაც შინ გზავნი და ხშირად ტელეფონითაც საუბრობდა ამის შესახებ გაიგო ვინმე ლევან კოჩაძემაც, რომელიც თბილისში ბოჭორიშვილის კუთვნილი საბანკეტო დარბაზის ხშირი სტუმარი იყო და ბიზნესმენის ბიძაშვილთან, გიორგი ჩეჩელაშვილთან მეგობრობდა. ნუგზარ ბოჭორიშვილი იხსენებს, რომ სავარაუდოდ სწორედ მაშინ გაუჩნდა კოჩაძეს ფულის გამოძალვის იდეა. კოჩაძემ შანტაჟის გზა არჩია. ბოჭორიშვილს და მის მეგობარ ქალს, ანასტასია ზაუტაშვილს პირადი საიდუმლოს გამჟღავნებით ემუქრებოდა. იყო ბიზნესმენის გატაცების მცდელობაც. ბოჭორიშვილმა დღესაც არ იცის ვინ ეხმარებოდა კოჩაძეს, კრიმინალები, პოლიციელები თუ პოლიციის ზონდერჯგუფები. გატაცების მცდელობას ფალიაშვილის ქუჩაზე 2010 წლის იანვრის შუა რიცხვებში ის ასე იხსენებს. ადამიანები წინა ორი მანქანიდან, ერთი წინა მანქანიდან და უკან ბოლო მანქანიდან გადმოვიდნენ პოლიციის გურთუკებით. რაღაც ესე აქამდე აწეული სიცივე იყო ხა მართალია და კიდე ჩამოფხატული კეთკით რაღაც ოც გეგონებოდა რომ მასკებით არიან, მაგრამ ეხა თვალების გარდა თან რამე იყო, ვერ დამინახე ხო გითხრათ, სიმართლე ვერ ამოვიცნობ ინები არიან. კოჩაძეს ვიცნობ, ვინც აი მანქანაში იჯდა და ღიად დაბარეკებოდა. ეს იყო მცდელობა გადაცემის. და აი პირადობის მოწმობები ან რამე მაშინ არ წარმოუდგენიათ? პირადობის მოწმობები, როცა აი მე შევედი სადარბაზოში და აღმოჩნდი კარებს იქეთ, მეც კარებთან აი კარებს როცა აწვებოდა, კარები გააღე ჩვენ არ გეგონოთ რომ ჩვენ კრიმინალები ჩვენ თანამშრომლები ვართ და ნუ აქედან გასკდა აი გამბავები რომ ესენი არიან. ან პოლიციელები, ან პოლიციელებთან ძალიან დაახლოებული პირი, ან შერეული ჯგუფი რაღაც, ნუ 2-3 პოლიციელი შეგინი და დანარჩენები თვითონ კრიმინალები. შენ მიხედე გაიგე? всё, понял уже, всё понял. აქ მუშაობს ჩემ ახლობლებთან გაიგე, სერიოზული ხალხია, აკაურები არიან გაიგე? პიჭირი მე. მივხედავთ ისე რომ უკვე კმაყოფილი იქნება ყველაფრით. იქრო ჩამოვა. მე მივცემ შენ ტელეფონს და მოვა შენთან. მადლობა მინდა გითხრა რომ შეძუხდი და არაფერი მივხედავთ ყველაფერს. გარგებით. დაშე როგორ ხარ? მე ნორმально. შანტაჟი და გამოძალვა არ შედგა. ბოჭორიშვილი დახმარებას კანონიერ ქურდს შაქრო კალაშოს თხოვს, რომელმაც თავის მხრივ დახმარება თბილისში თენგის გურჩიანს თხოვა. სწორედ ეს სატელეფონო ჩანაწერები დევს ცისხლის სამართლის საქმეში. ამ სატელეფონო ზარების შემდეგ პოლიცია გააქტიურდა და ტყაჩირის სპეცოპერაციაც დაიგეგმა. რატომ მაინც და მაინც კოკაინი და არა სხვა საბაბი? ამ კითხვაზე თავად ნუგზარ ბოჭორიშვილს პასუხი არ აქვს. მან მოსმენებით ყველას უსმენენ მოსმენებისგან გამომდინარე გაიგეს რომ რაღაც თანხა იყო იქ ხა რაოდენობა შეიძლება ამდეს არ ელოდნენ მაგრამ საოცრებაში მიზეზი უნდა შეეხციათ იმ სახლში რომ ამოეღოთ ოფიციალურად ამავე დროს კალაშოვის სახელის გამო რახან პიროვნული დაინტერესება აქვს ჩვენს პრეზიდენტს მასთან მე არ ვიცი რაშია მან საქმე და როგორ ყურის მოგრით ვიცი რომ ვიღაც ქალის გამო არის ეს ყველაფერი ესეთი პიროვნული შუღლი
ასე რომ ვთქვათ, კალაშოვის მიმართ და სხვა არანაირი კრიმინალთა ბრძოლას მან დადნილი არ აქვს. ის განსაკუთრებით უშუალოდ არის ესეთ ბიზნესთან ისე როგორც მე და ჩვენ შორისაც არანაირი კავშირი არ არის ისეთ უბრალოდ ერთ ქალაქში ცხოვრობთ და ხასიათი თუ ისე კაცი რესტორანში შეხვალ და დაინახავ და შეიძლება იცნო ვინმე ესეთი ადამიანი არსებობს, მაგრამ ეს მე არ ნიშნავს რომ მეგობრობდი მასთან ან რაიმე საერთო ბიზნესი მქონდა. თუ აი ამ ფულის ამოღების გამო ხდებოდა ამდენი რაღაც არ ვიცოდი, მაგრამ მარტო მაგ ფულზე არ არის ლაპარაკი. ნორმალური ადამიანისთვის ვინც ფიქრობს რომ თუ შეიძლება წყალდუბოს რაიონის სოფელ ტაჩირში კაცმა შეინახოს 1.700.000 евро, რატო არ შეიძლება მას კონდეს ესპანეთში 17 მილიონი? ან იმაზე მეტი. და ეს შოუ და ეს ჩირქის მოცხება და ეს ტალახის მოწებება ჩვენზე ეკეთებოდა იმისთვის რომ ეხა ეს დაითრგუნება, დაიჯაბნება ესეთი სახელიცია რომ არ მოინდომებს და იმ 17 მილიონსაც გამოგვიგზავნის ჩვენ. მაშინ როცა ტყაჩირში შინაგან საქმეთა სამინისტრო მიწას თხრიდა, თავად ნუგზარ ბოჭორიშვილი ესპანეთში იმყოფებოდა. ძალიან მალე ის საბერძნეთში საკუთარ სახლში ბრუნდება და ადვოკატთან ერთად პოლიციაში ცხადდება. საბერძნეთში საქართველოს საელჩოს უკვე ჰქონდა დავალებული მისი მისამართის დადგენა. ცნობა მიღებული ჰქონდა საბერძნეთის ინტერპოლსაც. მათი შეტყობინების საფუძველზე სასამართლო პროკურორმა ბოჭორიშვილის დაკავების ბრძანება გასცა, თუმცა მასალების არარსებობის გამო ის 2 საათში გაათავისუფლეს. ეს არის წერილი, რომელსაც ხელს სასამართლო პროკურორი ზახარიას კოკინაკისი აწერს. აქ წერია, რომ საბერძნეთის ინტერპოლის ტელეფონოგრამის საფუძველზე დაკავებული ნუგზარ ბოჭორიშვილი გათავისუფლებულია, რადგან არ არსებობს დაკავების საბაბი, თუმცა მას დროებით ქვეყნიდან გასვლა ეკრძალება. დოკუმენტი 2010 წლის ივლისშია დაწერილი. მიუხედავად საბერძნეთის მოთხოვნისა, ქართულ გამოძიებას სისხლის სამართლის მასალები საბერძნეთში ჯერ არ გაუგზავნია. სასამართლომ გამათავისუფლა მანამ სანამ საქართველოსდან არ ჩამოვა რაიმე მამტკიცებელი მასალა თუ რას მედავებიან. სპეციალურ გასათვალისწინებელია ის, რომ თურმე ინტერპოლი, საქართველოს ინტერპოლი მეძებს მე იმიტომ, რომ ყველაფერთან ერთად მე ვარ სამხედრო დამნაშავე, რაღაც სამხედრო დამნაშავეები ჩამიდენია, მაგრამ როდის რომელ წლებში არ ვიცი. ეს ინტერპოლის საიტზეა? კი, იყო ყოველ შემთხვევაში, როცა ამოიღეს ბერძნები ეს ინფორმაცია, მე მითხრეს, რომ სხვა ყველაფერთან ერთად გედავებიან კიდე სამხედრო დანაშაულებებს და ანუ რომელ ძელში იყავი სამხედრო პირი, ან სად იბრძოდი, ის მაინც გითხარი, ხე არ არსებობს ეგეთი რაღაცა, ხა იმათაც არ ეგონათ, თუ სახელმწიფო ესეთ ტყუილებზე და ესეთ რაღაცებზე მიდის, მაგრამ დღეს თვითონაც დაწუნდნენ, რომ ეგრე არის, იმიტომ რომ გავიდა 6 თვე და არანაირი ერთი ფრაზაც კი აგლეჯი არ ვიცი, ფურცელიც კი, რომ აი რას მედავებიან. რაც შეეხება ნუგზარ ბოჭორიშვილს, ვინაიდან იგი თავს არიდებდა საგამოძიებო და სასამართლო ორგანოებში გამოცხადებას, მის მიმართ მიმდინარეობს წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა. ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია მის მიმართ წარმოებს საერთაშორისო ძებნა, პროცედურა შემდეგნაირია, როდესაც დადგინდება პირის ადგილსამყოფელი უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე, დაუყოვნებლივ ეცნობა ამავე სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს, რომელიც თავის მხრივ აცნობებს საქართველოს შესაბამის ორგანოს. ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს არანაირი ოფიციალური ინფორმაცია ამ ეტაპზე, შეუძლებელია კონკრეტული კომენტარი გავაკეთო მისი ადგილსამყოფელის შესახებ. რომელიმე ქვეყნიდან არ მიგიღიათ არანაირი ინფორმაცია? ამ ეტაპზე არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია. ასეთი პასუხი ნუგზარ ბოჭორიშვილის სავარაუდო ადგილსამყოფელის შესახებ ჩვენ საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაგვცეს. ბოჭორიშვილის ადგილსამყოფელი არ იცის მთავარმა პროკურატურამ, მაგრამ როგორც ჩანს იცის ქართულმა პოლიციამ. ბერძენი სამართალდამცველები უკვე დაინტერესდნენ იმ სატელეფონო ზარებით, რომელიც ნუგზარ ბოჭორიშვილის კუთვნილ ტელეფონზე 2010 წლის ოქტომბერში განხორციელდა. სამუდამო პატიმრობა მისჯილ ბიზნესმენს თბილისიდან ურეკავს საკუთარი ბიძაშვილის ქმარი ოთარ ლომინაძე, რომელიც კუდის პირველი მთავარი სამმართველოს მაღალჩინოსანია. ალო, როგორ ახარ? ოთოვა. ხო, რა ხარ? ნიჩევა რა მიშავს? ნაშები, სახში როგორ ახარ? ნიჩევა რა ვიცი, როგორ არა მიშავს. რამ შეგახსენა ჩემი თავი. რამ გაგახსენა ჩემი თავი თქვა ამ შარიან დროში. რაზე მინდოდა შენთან დალაპარაკება? ჩემთან რო არის ესა სოსო არ მინდა ხა გვარის თქმა რა? ხო. ხტები. ხშირად რო გამოდის ტელევიზორ. არჩი იმდრეს მელაპარაკა რა.
ხო და ესეთი რაღაცა მინდა რა როგიცა, გარუჩე შენ ძებნასთან დაკავშირებით რა რომ მოიხსნა ძებნა 3 მილიონი ევრო ოღონ რა შეძლებ ჩარიცხო ან კიდე ქეშად რა 1.5 მილიონიო და შენ ძებნა მოგვარდებაო რა მოუხსნითო ძებნას. ჯო არარსებულ რაღაცებს მედავებიან და ეხლა რა მილიონებზე აქვს ლაბარაკი ან რომელი მილიონერი მემნახეს. კაი, შენ მადლობა ყველა შემთხვევაში. მოვიდა შენ მიმართ დამოკიდებულება არ შეიძლება არანაირად არც ერთ სიტუაციაში. მე მოვიფიქრებ ერთ 2-3 დღეში და დამირეკე დღეს რა არის? რა დღეა? დღეს სამშაბათია. სამშაბათი. მოდი პარასკევს დამირეკე ასე ამ დროს ზუსტად რომ მე უბრალოდ რო იცოდე მე ტელეფონის ესე გამორთული მექნება და რომ ეთქვი დროს რაღაცა ზუსტად ამ დროს ჩავინიშნო და ჩავთავ 15 წუთი დამირეკე და რაღაცას გეტყვი. ისევ ამ ნომერზე ხო? ისევ ამ ნომერზე. ხო. ისევ ამ ნომერზე პარასკევს დაგირეკავ 9 საათი არის ეხლა ჩვენთან და 9-ისთვის დაგირეკავ რა ამ დროისთვის პარასკევს. მე ვის მეუბნებ შენ ეგის თოფურიძე მეგრული რო აქვს თუ არა ისა მოადგილე რო არის შენ არ მინდა ეხლა გვარების ლაპარაკი ხო არ მინდა გვარების. კაი დამირეკე მაშინ. ამ სატელეფონო საუბრის ეთერში გასვლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი სავარაუდოდ ასეთი იქნებოდა. ეს ადამიანი არ მუშაობს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტში, ან ადრე მუშაობდა და ის კარგა ხანია გათავისუფლებულია. შაბლონური პასუხის თავიდან ასაცილებლად, რომლის გადამოწმებაც მოგვიანებით შეუძლებელი იქნებოდა, ჩვენ პატარა ექსპერიმენტს ვატარებთ. ნუგზარ ბოჭორიშვილის ყოფილი ადვოკატის სახელით ვურეკავთ ოთარ ლომინაძეს და მოდულის შენობაში საშვის დაშვებას ვთხოვთ. თქვენი რომელი სართულია, უკაცრავად მოდულის შენობაში, ხო? და რომელი სართული? მესამე სართული. პირველი მთავარი სამმართველო ვიკითხო. პირველში ვარ, კი. ხო, პირველი მთავარი სამმართველო. აჰა, ლომინაძე. მე ხო მიცნობთ მე. კი, და ალბათ ხვდებით რა საქმეზე გირეკავთ. კი და სოსო თუ საქმის ხუშია, მაშინ ბატონო სოსო დაუშვებს თვითონ სავში. ნუგზარ ბოჭორიშვილი გვეუბნება, რომ ეს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ფულის გამოძალვის პირველი შემთხვევა არ არის. მაშინ როცა პოლიცია ტყაჩერში უპრეცედენტო სპეცოპერაციას ატარებდა, პარალელურად მას ურეკავდნენ და თანხის გადახდას თხოვდნენ. პირველივე დღიდან აი ამ ფაქტის გახმიანებისა და გავრცელებისა დამირეკეს და თხოვეს 10 მილიონი ევრო თუ გადავიხდიდი, ანუ მე პრობლემები საერთოდ და ყველა აი ამ სიტუაციასაც წამოიწყეს მაგათმა პირველი ივნის მოევლებოდა და არაფერი აღარ გახმიანდებოდა არც ტელევიზიით და არც არაფერი. გამოცხადდა რომ არ მაქვს ესეთი თანხა და რაც მქონდა პრინციპში საქართველოში იყო გამოგზავნილი იმისთვის რომ რესტორნის გაკეთება გვინდოდა ქუთაისთან ახლოს არის ესეთი რესტორანი ვენეცია, რომელიც შევიძინე და გვინდოდა გადამეკეთებინა და რაღაც საქორწილო დარბაზად რაღაცები პროექტი გქონდა შეგვიძლია მაგისთვის. ამისთვის იყო ეს თანხა იქ შენახული სოფელში. და მივწუნეთ რომ ეს 1.700.000 ევრო ჯერ ერთი მარტო ჩემი არ არის და მე მეორე მთელი ჩემი ცხოვრება 18 წლიდან წასული ვარ საქართველოში არ მიმუშავება, სულ საზოგადოებრივ ჯერ მოსკოვში ვცხოვრობდა წელი დაამთავრა უნივერსიტეტი, იქაც მუშაობდი და ევროპაშიც მუშაობ. და რასაც ჩაულობდი საქართველოში ვაგზავნდი რომ მანდ ჩამედო ბიზნესში და განმოვერასაც ინვესტიციებს რო იზიდავენ, ასე რომ ვთქვა. როგორ მოიზიდეს ინვესტიციები, ნახეთ. მოისმინეს ერთი სიტყვით ტელეფონით, რომ იქ რაღაც ინახებოდა თანხა, და არ ქვეს ამას სპეცოპერაცია. უმძიმესი ბრალდება, რომელიც წარდგენილი აქვს ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს, არ ემყარება არანაირ მტკიცებულებებს. ერთადერთი რაც შეიძლება, რაც გამოკვეთილია ამ სისხლის სამართლის საქმის მასალებში, ანუ 17 ტომში ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ის მტკიცებულებები, რომელზედაც ბრალდების მხარე ამახვილებს ყურადღებას, ამან თქვა, იმან თქვა, ანუ ვიღაცამ თქვა, რომ ბუჭორიშვილი ეწოდა კოკაინის ტრაფიკს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა რეალური მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება. ბოჭორიშვილის ინტერესების დამცველების სააპელაციო სასამართლოსთვის ემზადებიან და ფიქრობენ, რომ წინ სტრასბურგია.
მევლუდ სვანიძე ნუგზარ ბოჭორიშვილის ძიძია, დისქმარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ის ნარკოკარტელის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირი იყო. დაკავებისას ჯიბეში ჰეროინი, ავტომობილში კი კოკაინი აღმოუჩინეს. ფოთის საქალაქო სასამართლომ პროცესზე რამდენიმე პოლიციელი დაკითხა. ისინი, ვინც მევლუდ სვანიძის დაკავებაში მონაწილეობდა. სასამართლოს ხდომის ოქმში ვკითხულობთ, რომ ის 2 ივნის შუათხისას ტყაჩირის ბოლოს ტყეში დაუკავებიათ. 9 თვის წინანდელი სურათის აღსადგენად ჩვენ ტყაჩირში ჩავდივართ. პირველ რიგში ვიგებთ, რომ ტყაჩირში ტყეს საერთოდ არ არის. სპეცოპერაცია აქ 2 ივნის დაახლოებით ღამის 1 საათზე დაიწყო, როცა ბოჭორიშვილების ოჯახში სპეცრაზმი შევიდა. მევლუდის ეძებდნენ, მოვიდნენ და მევლუდის იძახოდნენ ჭიშკართან. მევლუდი ჭიშკრებს ჩაკეტილი მქონდა, ძაღლიაშობილი მყავდა და საბურზე გადმოვიდნენ. გადმოსვლა ერთპირად წინ სახლის კარების შემომდროვა და შემოსვლა ერთი იყო. ეს ფული მქონდა სახლში. ამ ფულს ვინახავდი ჩვენ ვენეციის გასაკეთებლად. უნდოდა იქ მოგვარება მისი და გაკეთება და ამიტომ იყო გამოგზავნილი მოტანილი ჩემთან, რომ შემენახა და მალე მოვიდოდა თვითონაც და გააკეთებდა ამ რესტორანს. შემდეგ ორჯერ დაგვაყაჩაღეს, წაიღეს ყველაფერი. გავდიოდი სახლიდან, როცა კი აუცილებელი საქმე მქონდა და ისა და შევინახე მე თვითონ ნაწილი სახლში მქონდა ფული, მე სახლშიც მქონდა, ისიც წაღებულია. ის ფულიც. მეზობლები იხსენებენ, რომ იმ ღამით პოლიციამ ავტოფარეხში სვანიძის კუთვნილი ავტომანქანა გაჩხრიკა. პოლიციამ ვერაფერი იპოვა. დილით მეზობლებმა ნახევრად დაშლილი მანქანა ავტოფარეხიდან გამოიყვანეს. აწყლეს და გარეცხეს კიდეც. ორში დილით პოლიცია ისევ მივიდა და ისევ გაჩხრიკა მანქანა. ნარკოტიკი მხოლოდ მესამე ჩხრეკისას აღმოჩნდა. და იმ დღეს, როცა უბედური ამბავი მოხდა, გარაჟში თელმა პოლიციამ და მან 10 მაინც გაჩხრიკენ მანქანა. არ დაზოგენ არაფერნაირად. ხო და არაფერი არ იყო და მეორე დღეს გამეიყვანენ აქანე. ბიჭებმა გამეიყვანეს და მერე შეიქნა 10 წუთის მერე ასიამხელა ტკოჩში გახოვლი რაღაც. რა იყო არც ახლა მევლუდი იქნებოდა 7 საათი მოდიოდა აქედან. თელმა ქუჩამ თავდაყრილი ვიყავთ იქ თელმა ქუჩამ შევხედეთ რომ მევლუდის არაფერი პოლიცია არავითარი არაფერი არ იმასდა თვითონ მოვიდა ასე ხელება აწეული მოვიდა ჩაბარდა პოლიცია. მევიდნენ მე ისწავლეთ მესამე ერთი ხო გაჩხიგენ შიგნიდან და მე მეორე ხო გაჩხიგენ მევიდნენ და კარები გაღებული იყო. მანქანა გამოყვანილი იყო გარეთ. ვინ გამოიყვანა მანქანა? ბიჭებმა ხან მეზობლებმა. და რა გააკეთეს? გაწმინდნენ მანქანა გაასუფთავენ ამოხვეტენ ჩაულება გარეცხენ და რომ ესე იგი გაასუფთავენ დაფინთული იყო მანქანა. მე მოვიდა 4 კაცი ამ მანქანის ამოსუფთავების შემდეგ. შევეჩით მიყვეთ ერთი 4 მეზობელი ყავთ თანახანა მარტო არ ყოფილა შეგვიყვანენ შით. იარა გარაჟში ამან ჩაულება ჩავიდან ჩვენც ვიხადები ძირს შამევიარეთ ევიარეთ არაფერი არაო თქვენ და გამოდიოთ გარდა. ერთმა მე დაბრუნდა იქიდან ესე იგი გამივით გარაჟიდან უკან ერთმა. დიყვი რა გერაო და მე თქვი რა აი აგერ შემე თქვა ან გველი ხარ შეძრა მე თქვი რაღაცა უბედურობაში და ნახევო იმან თქვა. რომ ნახე შევედი და რაღაც ამუნალივით სტოზე დადვა კასინაულიეშო მეიტანა და ხა მე რა მოხდა მანქანასაც გევიდე მე სასხოვნობას მიტანდა აი თუ უნდოდა. და გავწმინდეთ მაგან აბიუკები ვენ ჩავალაგეთ მეტი არაფერი. თან მოვიდნენ მოვარდნენ იმერმა და ვინ იმოხსეთ მაგის უფლება. მეტი არაფერი არ ვიცი. თქვენ რამე ნახეთ მანქანაში? არაფერს ავნამენა. სპეცოპერაცია ღამით იწყება და ოჯახმაც და სოფელმაც უკვე იცის, რომ ეძებენ მევლუდ სვანიძეს, რომელიც ამ დროს სახლში არ იმყოფება. დილით დაახლოებით 7 საათზე, როცა მას მომხდარის შესახებ შეატყობინეს, სვანიძე ფეხით წავიდა სახლისკენ და ხელებაწეული ჩაბარდა პოლიციას. საინტერესოა, როგორ აღმოაჩნდა ჯიბეში ნარკოტიკი ადამიანს, რომელმაც უკვე იცოდა, რომ აპატიმრებდნენ. გეივსო მანქანები მთელი ქუჩა. არავინ არ ჩაუშვეს ეზოში, არ ჩამოუშვეს არავინ. მერე დილას გათენდა ეს ისიერი იყო და მოვიდა მევლუდი თავის ფეხით და ჩაბარდა. მერე ორი დღე არავინ არ შემოუშვეს აქ. ვანო მერაბიშვილი იყო მოსული პირადად. შემოვიდა კანი გამარჯვება და გადავიდა გადაღმა. დაათვალიერეს. ხო დაათვალიერეს. პარლობა გადაუხადა ბიჭებს და რა ვიცი. მევლუდ სვანიძეს 24 წლით პატიმრობა აქვს მისჭილი.
ანასტასია ზაუტაშვილი ბიზნესმენ ნუგზარ ბოჭორიშვილის მეგობარი ქალია. მას სასამართლომ 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2 ივნის წინასწარი დაკავების იზოლატორში მან თავის ჩამოხრჩობა სცადა. ამის შესახებ ცნობა სისხლის სამართლის საქმეში ცდებს. ადვოკატი ამბობს, რომ ეს პოლიციის მხრიდან ძალადობისა და ფიზიკური ანგარიშწორების შედეგია. დადასტურებულია ამავე საქმის მასალებში მოთავსებული სამედიცინო შემოწმების დოკუმენტაციით. გიორგი ჩეჩელაშვილის დოკუმენტაციით, ანასტასია ზაუტაშვილის დოკუმენტაციით, რომელსაც სუიციდის მცდელობა ჰქონდა KPZ-ში და რომ მკითხე ეს რატომ გააკეთა, ისეთი საშინელი ფაქტები მოყვა, რომ ამის გადმოცემა ძალიან მიჭირს. ეს იყო ძალადობის, პირდაპირ მნიშვნელობით ფიზიკური ძალადობის, შანტაჟის და ცემატყების ფონზე მიღებული, ასე ვთქვათ, დაზიანებები. ანალოგიური შეიძლება ითქვას ჩეჩელაშვილზე, ანალოგიური შეიძლება ითქვას მელუცვანიძეზე, იმიტომ რომ ყველაზე დევს სამედიცინო დოკუმენტები, რომ ამ ადამიანებს აღენიშნებათ დაზიანებები. ტყეში წაყვანა, ტანსაცმლის გახდა, იარაღით დამუქრება, იარაღის გასროლა ყურთან. მაგი ვერ წარმოიდგენს მე რა არის გამკეთებელი ვარ. ეგრე მე არ მიცნობს კარგად. ვაფშე ჩემ სახში არის ერთხელ აი ისიც საქმეში დევს ანასტასია ზაუტაშვილის ფარულად ჩაწერილი საუბრები, სადაც ის საკუთარი შვილის დაცვის წევრს ესაუბრება და თითქოს ვინმე ლევან კოჩაძის მკვლელობას უკვეთავს. ნუგზარ ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ეს მონტაჟია. ქალის მხრიდან მუქარას კი იმით ხსნის, რომ მას შვილის გატაცებით და მკვლელობით ემუქრებოდნენ. ანასტასია ზაუტაშვილის ჩანაწერს კი არის იქ რაღაც მომენტები, ახლა შეიძლება კი არა იფიქრებს ბევრი ვიღაც რომ თქო ქალი არ უნდა ლაპარაკობდეს ესე, მაგრამ ის დისკი რაც ჩაუწერეს მაგათ ჩვენ ვითხოვთ კაი ხანია და ეხლაც აი ამ სააპელაციო სასამართლოშიც დავაყენებთ ამ მოთხოვნას რომ გამოვითხოვოთ და შევამოწმოთ არის თუ არა ჩაჭრილი ის კადრები და მე სიტყვები გადაგილებული და გამოყენებული რაღაც ეს მექანიზმი არის როგორ აკეთებენ მაგას ანუ იქ ტექსტი არის სინამდვილეში სხვა რასაც ის ქალი ამბობს და ჩანს სხვა გარდა ამისა ზაუტაშვილის შემთხვევაში ქალს ვისაც მივლენ და ეწვიან ვიცი რა თქვენ შვილს ემუქრება ესეთი საფრთხე აი ეს შოთა პირველი ვინაც ჩაუწერა ეს კადრს არის პოლიციის აგენტი ჩვეულებრივი შოთა პირველი ჩვენებაში სასამართლო ჩვენებაში ამბობს რომ თითქოს 15 დეკემბერს შეუკვეთე მე მკვლელობა და ანასტასია ზაუტაშვილმა კოჩაძის მას და კონფლიქტი რეალურად წარმოიშვა 15 იანვარს. ანუ ძინსრებით ადამიანებს, რომელსაც არ ვიცნობდი, მე და არანაირი კონფლიქტი არ მქონდა მათთან, რატომღაც 15 დეკემბერს უკეთავდი მათ მკვლელობას. დაკავებულია ანასტასია ზაუტაშვილის ბიძაშვილი რომან მესუმიანიც. ჯართის ბიზნესი, როგორც აღმოჩნდა, სწორედ მას უკავშირდება. ჯართი ნათესავმა გამოუგზავნა სარეალიზაციოდ. ვინაიდან ტვირთი საქართველოსთვის საკმაოდ უცნაური იყო, ფოთის საბაჟოზე ჯართი თბილისიდან ჩასულმა სპეციალურმა კომისიამაც კი შეამოწმა. ჯართი მესუმიანმა იქვე ფოთში ერთ-ერთ თურქულ კომპანიას მიჰყიდა. აი ანასტასიათი ვიცნობდი რომას და რაღაც საკითხებია ეს წამოიჭრებოდა რაც შეეხება ბიზნესს როგორ უნდა განაბაჟო მან როგორ უნდა შემოიტანონ რომ ნაკლები ხარჯები ქონდეთ 1-2 3-ჯერ შეიძლება ცოტა მეტჯერად კონსულტაცია მიმიცემ იმისთვის რომ ესე კი არა ესე მოიქეცი მე მაგ ბიზნესთან არანაირი კავშირი არ მაქვს რამდენადაც ვიცი შემოტანის მომენტში მან საბაჟოზე კომისიაც კი შეიქმნა იმისთვის რომ რაღაც არაორდინალური ტვირთი იყო შემოდიოდა საქართველოში და ჯავთი და ყველა დეტალი რაც კი ჩამოვიდა ან რკინებისა შეამოწმეს შეისწავლეს დაათვალიერეს დაასკანერეს როგორც თვითონ ამბობდნენ იქ გაატარეს რაღაცეებში რომ მან შიგნი არაფერი არ იყოს და მე მისცეს პატრონს რომან მუსემიას 30 წლით პატიმრობა შეეფარდა. გიორგი ჩეჩელაშვილი და თეიმურაზ გავაშელიშვილი ნუგზარ ბოჭორიშვილის ახლო ნათესავები არიან. მათ 30 და 16 წლით პატიმრობა აქვთ მისჯილი. არც ერთ აქ ჩამოთვლილ ადამიანს ბრალი არ უღიარებია. საქმეში დევს სამედიცინო ცნობები იმის შესახებ, რომ მათ ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ.
ამ სისხლის სამართლის საქმეში კიდევ რამდენიმე ადამიანის გვარი ფიგურირებს. ბრალს მხოლოდ 2 მათგანი აღიარებს: ლევან კოჩაძე, რომელიც ფულს ძალავდა ბოჭორიშვილს და კახა სვანაძე, რომელიც ბოჭორიშვილის თანასოფლელი და კლასელია. ლევან კოჩაძე გამოძიებას არ დაუკავებია. მიუხედავად იმისა, რომ მას როგორც თავად აღიარებს, კოკაინი თურქეთში სარეალიზაციოდ გადაჰქონდა. სისხლის სამართლის საქმეში წერია, რომ წყენა ბოჭორიშვილის მიმართ მას შემდეგ გაუჩნდა, რაც დაპირებული თანხა არ გადაუხადეს. არსად ჩანს ვერსია, რომ თანხასის ნუგზარ ბოჭორიშვილს და მის მეგობარ ქალს პირადი საიდუმლოს გამჟღავნების მუქარით სწავლავდა და დაპირისპირების მიზეზიც არა კოკაინი, არამედ პირადი მოტივი იყო. ჩემი ურთიერთობა თქვა ანასტასია გაუტაშვილთან, იქ ვინ არის, ვისგან ბავშვი ყავს, ვინ ვისი მამა, ან ვინ არის და ესეც კომპრომატი რაღაც დისკებს უგზავნიდნენ სახლში და თხოვდნენ, ვაი თუ არ გადაიხდი ამდენს, აი ამ ინფორმაციას შეიტყობს შენი ყოფილი მეუღლე ან თუ არა და კიდე სხვა ვიღაც და ესეც სისულელებს და არადამიანებს აქციელებს ჩადიოდნენ და ამის გამო იყო რომ დაირეკა თქვა მესპაინთი და იქნება აი ეს ცური და ბინძურის აქციელები ვინ ვისი მეგობარია და ან ვინ ვისთან დადის და ან ვინ ვისთან უგაცრავად და იძინებს და იგვიძებს აი ესეც არ არის ნორმალური ადამიანების გასარჩევი და ესეთ თემებზე ლაპარაკი არ უნდა იყოს. ეს იყო და ეს მედი არაფერი. მე რამოდენიმე თვის მერე ისეთი მოიტანეს, ეგიც გამიჭერია. აი იყო ისა წამოწი. შევიდე? გონი 3 იყო შით ერთ ცალში. ასეთი იყო 5 ცალი. ნუ შეგინით კიდე გარდან კი სინეხა ხალდი ხომ. 4 ცალი იყო თუ 5 ზუსტად აღარ მახსოვს. დიდები იყო. და ეგიც გავჭერი და ემაში სხვა ზომის ის იყო, გრძელი რაღაცები იყო შით. კახა სვანაძე კი ის ადამიანია, ვინც გამოძიების ვერსიით ჯარც ჭრიდა და ავტომანქანებში კოკაინს მალავდა. მისი სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა. გავრცელებული ცნობით საუბარია მინიმალურ სასჯელზე, რადგან მან გამოძიებასთან კარგად ითანამშრომლა. იმერულ ყველს რო გავდა ისა, აკვია, კოკაინი. კახასვანე იყო ეგეთი რაღაცეები, ნუ კახასვანაძე რო აი რესტორნის ვენეციის შეძენის შემდეგ მეხმარებოდა ხშირად აი ამ რესტორანში, ნუ არასასარგებლო და რაღაც დაგდებული ნივთების, მეტალის რაღაც ნივთებს ჭრიდა და გაჰქონდა და აბარებდა ჯარდში. და მისი დაჭერის შემდეგ, აი ვინ იყო ჩემთან ახლო კონტაქტში, ანუ ვინ რა ბიზნეს აკეთებდა, ანუ ვინ მიცნობდა, ვის ურეკავდი მე ჩემი ტელეფონებიდან გასული ზარების გადაამოწმოს, ყველას ხელი წაავლეს. ვინ შეძლეს და გამოიყენეს და რაღაც ჩვენებები მიაცემდნენ შემსაწინააღმდეგოდ და მაინტერესებს თუ მართლა არსებობდა კოკაინი და კოკაინის ბიზნესი, რატო მაინც ადამიანს როცა გაიყიდა ყველა 20 კილო და გავიდა საქართველოდან, მერე მოინდომეს ჩვენი დაჭერა და არა პროცესში. და სად არის ეს კოკაინი? საერთოდ ვინ დაადგინა, რომ ეს იყო კოკაინი და არა ანალგინი. ან სტრეპტოციდი, ან არ ვიცი კიდე რა შეიძლება გავდეს თეთრს. საქმეში უცხოეთის მოქალაქეების მონაცემებიც დევს. კითხვაზე დაინტერესდა თუ არა გამოძიება ამ ადამიანებით და ეცნობა თუ არა სამხრეთ ამერიკის ქვეყნების, თურქეთისა და საბერძნეთის შესაბამის ორგანოებს საქართველოში საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის აღმოჩენის შესახებ პროკურატურას ასეთი პასუხი აქვს. მე შემიძლია გავაკეთო კომენტარი და მოგახსენეთ იმ ფაქტობრივი გარემოების შესახებ, რომელზედაც უკვე განაჩენია დამდგარი და საჯაროა. რაც შეეხება კონკრეტულ გამოძიების დეტალებს, სხვა კონკრეტულ დეტალებს, რომელზედაც ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ არ არის მიღებული, ამ ეტაპზე სამწუხაროდ არ შემიძლია კომენტარი. რჩევა ქართველ სამართალდამცველებს. დაურეკეთ ნუგზარ ბოჭორიშვილს საკუთარ ნომერზე ან დაუკავშირდით Skype-ით. ის არც თქვენ გემალებათ და არც ბერძნულ გამოძიებას. თუმცა როცა სოსოს ახსენებთ, ნუ დააყოლებთ, რომ ის ტელევიზორში ხშირად ჩნდება, თორემ ძალიან ადვილად გაიშიფრებით. სრულიად საქართველოს მკუთში ასეთი მხოლოდ ერთი სოსო იცის, სოსო თოფურიძე, რომელიც ხალხს პირდაპირ ეთერში იჭერს. ტელევიზიის მიღმა კი თურმე სულ სხვა ამბები ხდება. ამაში დასარწმუნებლად კუდის მაღალჩინოსნისა და სამუდამო პატიმრობა მისჯილი ნუგზარ ბოჭორიშვილის სატელეფონო საუბარს კიდევ ერთხელ მოგასმენინებთ. ვაჭრობა ჯერ არ დასრულებულა და კუდი ნუგზარ ბოჭორიშვილის პასუხს იხდის თუ არა 3 მილიონ ევროს ძებნის მოხსნის სანაცვლოდ ჯერ კიდევ ელოდება. რაზე მინდოდა შენთან დალაპარაკება, ჩემთან რო არის ისა სოსო არ მინდა ხალხო არის თქმა რა? ხო. ხტები ხშირად რო გამოდის ტელევიზორ. არჩი იმდროს მელაპარაკა რა. ხოდა ესეთი რაღაცა
მინდა რა რო გითხრა, короче, შენ ძებნასთან დაკავშირებით რა რომ მოიხსნა ძებნა 3 მილიონი ევრო ოღონ რა შეძლებ რომ ჩარიცხო ან კიდე ქეშად რა 1.5 მილიონიო და შენ ძებნა მოგვარდებაო რა მოუხსნითო ძებნას. ჯო არარსებულ რაღაცებს მედავებიან და ეხლა რა მილიონებზე აქვს ლაბარაკი ან რომელი მილიონერი მემნახეს. კაი, შენ მადლობა ყველა შემთხვევაში. ზოგადად შენ მიმართ დამოკიდებულება არ შეიძლება არანაირად არც ერთ სიტუაციაში. მე მოვიფიქრებ ერთ 2-3 დღეში და მირეკე ჩატარებული სპეცოპერაციის გამო საქართველოს პრეზიდენტი მადლობას უხდის იმ პოლიციელებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ და მონაწილეობდნენ უშუალოდ ამ ოპერაციაში. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქართული მხარე ითანამშრომლებს ყველა დაინტერესებულ ქვეყანასთან. ასევე წარმომადგენელს გზავნის ესპანეთში, რათა შედგეს მჭიდრო კონტაქტი და გაღრმავდეს თანამშრომლობა ესპანელ სამართალდამცველებთან ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივად ბრძოლის წარმართვასა და წარმოებაში. ასევე მინდა გაცნობოთ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ამოღებული თანხა საუბარია დაახლოებით 2 მილიონ ევროზე, მოხმარდება პირველკლასელთათვის კომპიუტერების შეძენას. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს პოლიციელების მიერ ამოღებული თანხა სწორედაც რომ კარგ, კეთილ და სასარგებლო საქმეში უნდა ჩაიდოს და მოხმარდეს. გმადლობთ.